მამუკა ხაზარაძემ საქართველოსთან მარცხი აღიარა. ანაკლიის სპორტის თემაზე ჯარიმა $650,000 გადაიხადა. ლელოს ლიდერები კომენტარს არ აკეთებენ, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ თანხის გადახდით ხაზარაძემ მარცხი ოფიციალურად დაადასტურა. რა თქმა უნდა, ეს გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ეს პროექტი. მე შეგახსენებთ, რომ როდესაც საქართველოს წააგო სასამართლო პროცესები, მან უჩიულა საქართველოს პარიზის საარბიტრაჟოში და როდესაც არ დაუკმაყოფილა პარიზის საარბიტრაჟო მას სარჩელი, გამოიკვეთა შემდეგი რაღაცა, რომ მას რომ მოერგო საქართველოს წინააღმდეგ დავა, მას თავის ჯიბეში ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან მიჰქონდა $1,5 მილიარდი. და ამის სანაცვლოდ პარიზის საარბიტრაჟო მას დააკისრა $650,000 გადახდა ჩვენი ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, ამითი ყველაფერი ნათელია. მამუკა ხაზარაძე ფაქტობრივად 8 წელი დააკარგინა ჩვენს ქვეყანას. ყოველს კარგად ვახსოვს სასამართლოს გადაწყვეტილება, როცა ხაზარაძე დამარცხდა საქართველოსთან მიმართებაში და კარგია, რომ მან გადაიხადა ეს $650,000, რომელიც დააკისრა სასამართლომ. რა თქმა უნდა, აღნიშნული თანხის გადახდაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის სიმართლეს, ქართული ხალხის სიმართლეს.